ვარლაში იმერელ მხატვართა საახალწლო გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია შედგა. გამოფენაზე 80-მდე მხატვრის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ქუთაისის მხატვართა ორგანიზაციის შემაჯამებელი საახალწლო გამოფენა ჩავატარეთ დღეს 23 დეკემბერს. იყო კატალოგების პრეზენტაცია, წლის ნამუშევრების შემაჯამებელი კატალოგი, ასე რომ ვთქვათ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არის ზოგადად შემოქმედების პოპულარიზაცია, იმერეთში ყოფი მხატვრების, შემოქმედი ადამიანების, მათი უზრუნველყოფა გამოფენებით. მინდა მადლობა გადაუხადო მონაწილეებს დღეს გამოფენაში, სადღაც 80-მდე მხატვარი მონაწილეობდა, აქტიური მხატვრები, ასე რომ ვთქვათ, ქუთაისის გარდა იყვნენ იმერეთის სხვადასხვა ქალაქებიდან. მათი ღვაწლისთვის დავაჯილდოვეთ ორგანიზაციამ, დააჯილდოვა ისინი სამადლობელი სიგელებით. გამოფენები მნიშვნელოვანია, როგორც მოქმედი მხატვრებისთვის, ასევე მომავალი თაობა, რომელიც ეხლა ეზიარება ამ ხელოვნების საერთაშორისო განსაკუთრების მათთვის. მოგესალმებით და мотивация. ესეთი კატალოგები გადმოგცეს, ეს უკტავს ყოფს მხატვარს. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გამოფენაზე იმერეთის ზონაში და სხვადასხვა კუთხიდან, ზესტაფონიდან, სამტრედიიდან, ჭიათურადან ყველა ღებულობს მონაწილეობას. დღესდღეობით გახარებული ვართ იმით, რომ ნახიას ადამიანები უბრალოდ. აი მხატვრების თავშეყრის ადგილია და მიხარია, რომ აი ბედნიერება ის დღე, რომ მათ ერთად რომ ნახულობ თავშეყრილს და ყოველთვის იყოს ასეთი თბილი დღე, როგორც არის დღეს გამოფენა, რომელიც ახალწელს საახალწლოდ მიეძღვნა. ძვირფასი ნამუშევრებია და ბევრი კარგი ნამუშევარი აქვს წარმოდგენილი ყველა ჟანრში, ყველა სფეროში. თითქმის რაც არსებობს ხელოვნება ძირითადი ფერწერებია, მაგრამ რა თქმა უნდა ქანდაკებაც არის და სხვა გამოყენებითი ხელოვნების და ეს არის ზეიმი, რო ვთქვათ, ჩვენი ხელოვნების. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობელი, ვინც დღეს მოვიდა, ვისაც აინტერესებს და მე ქუთაისი ვიცი, რომ ყველას აინტერესებს თითქმის. არ შეიძლება რომ ადამიანი ახალგაზრდა იყოს და ხელოვნება და თუნდაც ნიერი, რომ ხელოვნება მხატვრობა არ აინტერესებს. ესეთ გამოფენები რამდენად მნიშვნელოვანია მხატვრებისთვის და უფრო მეტად რომ გაიცნო მხატვრებიც ერთმანეთს. მნიშვნელოვანია, მაგრამ რო დავაკვირდით ახლა უფრო ძველი თაობა დადის და ახალი თაობა ნაკლებად დადის და მე მგონი რომ ახალგაზრდებაც რო აქტიურობენ უფრო კაი იქნება, იმიტომ რომ ძველები სადაც იცნობენ ერთმანეთს და ახლებით მოვლენდე გაიცნობენ ერთმანეთს, კაი იქნება ძალიან. თან შეხვედრა მოხდება თაობების და უფრო საინტერესო იქნება. და უკეთესი იქნება რომ ერთმანეთს რაღაცა მოусმინოთ და სიტყვა მივცეთ და რაღაც ურთიერთობა რო ქონდეს, რომ არც ჯაჭვი გაწდეს და არც ის იყოს რა გაუცხოება ერთმანეთში. ვარლა მიყვარს განსაკუთრებით რატომ და აქ სტუმრობა და მით უმეტეს ჩემ ბავშვებთან ერთად. მარტო მე კი არ ვიზრდები, ჩემი ბავშვებიც იზრდებიან ზოგადად სულიერად და თან ეცნობიან ქართულ მხატვრებს, ქუთაისელ მხატვრებს. ჩვენ ზოგადად წიგნში მოცემული აქვს მსოფლიო მხატვრები, მაგრამ ქუთაისის მხატვრები მაინც განსხვავებული ხედვით და სხვადასხვა წარმოდგენა ნახატებით არიან წარმოდგენილი. ამიტომ ყველას ურჩევ. თითქმის ასაკიც არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე წელს იქნები. 5 წლის მოსწავლეც მყოლი აქვს მოყვანი, რომელსაც ძალიან მოეწონა, რატომ სხვადასხვა ტიპის და სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები იყო მოცემული სხვადასხვა ტექნიკაში და ნახა მაინც თავისი საყვარელი რაღაც აბსტრაქციული ნახატი ფერების მიხედვით, რომლებმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება გატოვა.
რა ვიცი, ყოველს ვურჩევ, რომ აუცილებლად მოვიდე და ნახო. და ჩემი განვითარება ეს არის და ჩემი ზრდა ეს და ჩემი ბედნიერების, რომ ისინი აქ არიან ჩემს გვერდით. როგორი ფერები მოგეწონა თუ ჟანრები მოგეწონა? ყველაფერი. აქ ვერ გამოვიდა ჟანრებს, იმიტომ რომ აქ ფერებიც განსაკუთრებულია და მით აი მე მომეწონა ყველაზე მეტად ეს, აი რაღაცა ცხვანაირი არის და ეს რა გარემოს ყველაფერი